საღამომშვიდობის ყველას, მოგესალმებით, აბა როგორ ვართ მეგობრებო, მოვედი მეგობრებო, დანელია, შენც აქ ხარ გოგო, დავითიც აქ არის, საღამომშვიდობის ყველას, მოგესალმებით, დანელია მოიწვი ეკირჩხები რა, დავით უღმესი მადლობა, გაიხარე. არა მიშავს მეგობრებო, დღეს მთელი დღეა გამაყუჩებლებით ვარ დედას გეფიცებით. აი, მაგრამ არა მიშავს. ძალიანაც კარგი. ახლა შენ ძმაკაცაც გაუგზავნე ბარემ. არა გოგო, ვინ მიმატოვა ქალა? მე ესე ადვილად მტოვებენ? ჩემი დატოვება ესეთი ადვილია, ვირუსით ძნელად მტოვებს უკვე მეგობრებო ამ სიბერეში. ხო, რა გავაკეთო? ვირუსმაც ამ სიბერეში ძნელად გტოვებ, არ დაგტოვებ ასე მითხრა. ამეტარი გემრიელი ენერგია გაქვს. აბა როგორ ვართ, როგორ დაღამდა დღეს? დღეს ეთყობა ცოტა მძიმე დღე იყო მეგობრებო. აბა ვისთან იყო მძიმე დღე? გარეთ გავედი თუ არა მოვითიშე. დღეს მქონდა დასვენების დღე. ვითომ დავისვენე? ისეთი დაღლილი წამოვედი სახლში, ვითომ დავისვენე? საღამომშვიდობის ანა მარია, როგორ ხარ? მეგობრებო. აბა როგორ ვართ? გამპატიშე და მე. ხო, მე რო დაგპატიშებთ მეგობრებო, აქ ხო? მოსწავლეს ხო ხდება, მოსწავლები ხო ხდებიან მასწავლებლებს საკლასო ოთახში დამჯდარი, მოწესრიგებული. ხო, აი ესე უნდა დამხდეთ აქ. რატო ვერ იპოვე კაცო? ანა მარიამ თქვენობას როდის დაანებებთ? ხო დევიღალე ქალი. რა იყო ქალა? ეხლა მე დავივლი და ვისაც ადრე ვუგზავნიდი, ყველას გავუგზავნი ეხლა. ვინც არ უნდა იყოს. დავით, შენ მაინც გამოგიგზავნი. მაპატიეთ ეხლა მეგობრებო, ჩამოვივლი. ხა. ყველას ჩამოვივლი ეხლა. აჰა. მოვიწვი, შენი ძმა, აი, უყურე? არა, არ მიმეცადინია. რაიდერზე ხელი არ მომიკიდებია. წუხელ უბრალოდ გადავხედე. დავიდები და გადავხედე. ხარხარის ხასიათზეო. სიცილ ხარხარის ხასიათზე უნდა ვიყოთ ყოველთვის. რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასო. მოიცადა ის თასადმა. თითები არ წაიმტრიო, ქალა, და მე არ დამაბრალო. ხა. აუ, რატომ აფრთხილებს? ეხლა რაღაცე მაფრთხილებს. რაიმე, ხო დავიღალე, კაცო, რა გაფრთხილებებს მაძლევს, მეგობრებო, ხო არ მეტყვით? რა ხდება?
აქ არაფერი მიდევს ისეთი, რა გაფრთხილებებს მაძლევს ხო ვერ მეტყვით. სალამი ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასება. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. მოვედით თქვენთან. მოვედი და ეხლა დავიწყოთ. სანთელს ავანთებ. თვალი არ გეცეს. სანთელს ავანთებ, თვალი არ გეცეთ მეგობრებო. ცოტა იქეთ კუთხეში მივდებ რა, რავი, საღამო შვიდობისა, ლაიფის ლობ, როგორ ხარ, ჩემო ლამაზო? მეგობრებო, დავიწყოთ ახლა თქვენი ენერგიებით. ვისთან რა ხდებოდა დღეს? ხო. სამი თითი არ ეტევა ეკრანზე და შენ რანაირად დაიწყე? დავიწყოთ მეგობრებო, თქვენი ენერგიები. თქვენი დღევანდელი ენერგიები მაინტერესებს ახლა მე. ხო. მეგობრებო, რა დაიფიცეთ დღეს? დღეს რა დაიფიცეთ? საყვარელი ადამიანი დაიფიცეთ? რა დაიფიცეთ? ფიცი მიეცით? რა დაუმტკიცეთ? ვის რა დაუმტკიცეთ? ვინ რა დაიფიცეთ? ვინ რომელი დაიფიცეთ, მეგობრებო? რა გააკეთეთ? რა დღეში ხართ ხალხმა? მეგობრებო, დაიფიცეთ, რომ ტრანსფორმაციაში ხართ, გაამგზავრეთ, გააძუნძულეთ ესე თქვენი პარტნიორი. ისეთ სიტუაციაში შეიყვანეთ, რომ ეს ასწავლად. ნახეთ. პირდაპირ მასზე საუბრობთ, სხვა რომ არაფერი. მოდიან და მოდიან, მოდიან და მოდიან. ხომ დანელია? დანელია. სული ვის დაელია? როგორ დაიღალეთ? როგორ გჭირდებათ სიმშვიდე, მეგობრებო? დავიღალეო ამბობთ. ამ წარსული ცხოვრებით დავიღალეო ამბობთ. ამ მოგონებებით დავიღალეო. ამ შორს მიუწვდომელი ყველაფრით დავიღალეო. ძალიან რთულად გეძლევათ ბევრს რაღაცეები. ამ ყველაფრიდან გაქცევა გინდათ, განთავისუფლება გინდათ, სულის ამოსუნთქვა გინდათ, იცით რა გინდათ? აი არაფერი აღარ გინდათ. მეც მინდა life is love და მოდი წავიდეთ ერთად. არავის არაფერი აღარ გინდათ, არც მე აღარ მინდა არაფერი მეგობრებო. სახში მინდა. რა სიტყვით ახლა? ყველაფერი სახშიც არ მინდა. წავიდეთ, კი. მოდი მართლა დავგეგმოთ მე და შენ და წავიდეთ. ოღონდ ეხლა არა, ცოტა მერე. life is love. მე ვიცი ერთი კარგი კუნძული, კარგი სასტუმროა იქ და მე და შენ წავიდეთ. გინდა life is love. ხო, დავგეგმოთ მე და შენ. კი ბატონო, გავაგზავნებ მეგობრებო ახლა. მე და შენ მერე მაღაზი ცალკე ვილაპარაკოთ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, დავიწყოთ. თქვენი ენერგიები, არა, არავის არაფერს აღარ ვეტყვი ვამბობთ. დამთავრდაო. всё. აიტანებენ კი. ფულს გადევიხდით, არ ინერვიულო. გადევიხდით ფულს. ხა. მეგობრებო, არაფერს აღარ გეტყვი თუ ასე ამბობთ. ხო, მე მეუბნებით რომ აღარ გავაგზელო. ხო, აღარ გავაგზელო ასე ამბობთ. არ მინდაო. არავინ არ მინდა რომ რამე იცოდესო. ხო.
არ მინდა ამდენი მოლაპარაკებებიო, ამდენი საუბრები არ მინდაო, ამდენი შემოთავაზებები არ მინდაო. იცით რა გინდათ, ეხლა რა შთაბეჭდილება მრჩება ამიდან, მეგობრებო, ხო? სიტყვები და დაპირებები კი აღარ გინდათ, საქმე გინდათ. ხო. აღარ მინდა არაფერიო ამბობთ. საქმე მინდა მხოლოდ ლაპარაკის ნაცვლადო, ამას ამბობთ. კარტი რატო არ წამევიღო, კაცო? არა, მეგობრებო, არაფერი აღარ გინდათ, всё. ორ ჩაკინო ამბობთ. გამანებეთ ყველამ თავია. თან ამ ყველაფერს თავდაჯერებული ამბობთ, მეგობრებო. გეფიცებით, უვერენას, თავდაჯერებული ამბობთ ამ ყველაფერს, აღარ მინდა არაფერი ვამბობთ. ძალიან დავიღალეო ამბობთ. შევწუხდია, ასე უბნებით, საქმე დამანახეო, საქმე, ყველას ეუბნებით, მეგობრებო, ნახეთ. საქმე დამანახე, აღარ მინდა შენი დაპირებებიო. საქმე დამიმტკიცეო, საქმეთა. დრო მოვიდა, მეგობრებო, როგორ ლაპარაკობს კარტი პროსტა. ხაი, ნახეთ? მეგობრებო, აი ნახეთ უკვე, всё, დამთავრდაო ამბობთ. დრო იწურება, მოგეწურა ლიმიტიო, ასე ეუბნებით, მეგობრებო, ყველას. შენ მაისის ბოლოს გიწეს შვებულება და მე შემიძლია ივლისის ბოლოს შვებულება. ყველა პოჩი მივდივართ. ვინც წამოხვალ წამოით. ხელის მოსაკიდებელი ადგილი დავტოვოთ, დანარჩენებმა ყველამ წამოით, მეგობრებო. ხა. მოკლედ, მეგობრებო, დრო მოსულიო ამბობთ. კი. დაჭამე თუ არა გავცთი გორსო. ჭამე მერე. საჭმელს თუ ჭამ, აქანი რა გინდა? კაი ადამიანიშვილო. გადი და ჭამე. ჰა. რაღა დროს ჭამა? 10:30-ია. გალო, რა ჭამ ამ ფერს? თვით ვერ გაძეხი. აი მე მეგობრებო, ვერ ვიცინი ვარ ისე მტკივა ყველაფერი. რას ლაპარაკობს ალა? არ გვაწყობს მაიამბავი. არა მეგობრებო. ძალიან ბევრი გაუგებრობა გაქვთ ეხლა ირგვლივ, მაგრამ არა უშავს, მეგობრებო. სრული კონტროლი გაქვთ სხვათა შორის ყველაფერთან. ჩემთან 12:09-ია. შენ სად ხარ, მორგანა? არა უშავს, არ ჩანს, არა უშავს, არ ინერვიულოთ. ხო, გარდაცვლილი რო ყოფილიყო, გაიგებდით, მეგობრებო. ესე იგი ცოცხალია. რადგან არ გესმით ცუდი ამბები, ესე იგი ცოცხლებია. ცოცხლების სიაში წერიათ. არ ინერვიულოთ. ხო. სრული კონტროლი გაქვთ. ხო. რეგულარული. მოკლედ, მეგობრებო, ესეთია თქვენი დღევანდელი ენერგიები, სხვათა შორის. ხო. გადავიდეთ ახლა პარტნიორზე და ამასობაში მოიფიქრეთ ახლა ჩვენი დღევანდელი ლაივი. ვიღაცამ მომწერა ლაივის, აი მე ლიკუნა არაა, ხო? ჩემი ისა აქა დღეს. ლიკა აქ ხარ, ლიკუნა. მეგობრებო, ერთი წუთით. მე მგონი ესაა გავოგზავნე და არ ჩანს და რავი. მეგობრებო, ჩაიფიქრეთ ახლა ადამიანი და გავაკეთოთ
მისი ენერგიები მოვიკითხოთ ახლა, რა მდგომარეობაში იყო დღეს და ამ დროს კიდევ სათაური მოიფიქრეთ. ანდა ტაროს სურათით ამოვიღებ, რაზე გვექნება დღეს გაშლა. გოგო, თავად როგორ ხართ, თქვენ როგორ ხართ? მრავლობით შენულაპარაკობ, გოგო. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, ხო? სიახლეები, რა სიახლეები აგერა? ეს ადამიანი დღეს რაღაცას აკეთებდა, ხელებით აკეთებდა. აი მე მეგობრებო, აღარ გვინდა ეს მესამეებზე 90 ჯერ მაქვს ჩაწერილი ლაივი, ძალიან გთხოვთ რა. მესამეებზე ისედაც იტყვის. ვინ მოვა თქო, ვინ მოვიდა კაცო? ცხალია გაგვიშალევ. მოვიდა ესე იგი, ხო? სალო. კუცურია. ხო? მეგობრებო, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი დღეს სამართალზე საუბრობდა, ერთგულებაზე საუბრობდა, სამართლიანობაზე და წმენდაზე საუბრობდა, ნდობაზე საუბრობდა, არ ვიცი კონკრეტული, შეიძლება რაიმე საქმიანობა ქონდა კიდე ამასთან დაკავშირებით. იქნებ რაღაცა мотиваცია ქონდა, იქნებ რაღაცა საქმიანობა ქონდა, იქნებ რაღაც საბუთებს აწერდა ხელს. 24/7-ზე რასაც არ უნდა აკეთებდეს ეს ადამიანი, ურთიერთობაზე ფიქრი არა აქვს განელებული. მეგობრებო. რა მოგკინა არ ვიცი. ხო. დღეს მთელი დღე ნახეთ, იქედან აქედან და შვაში. ხო, რაცაც არ უნდა აკეთებდეს, რაც არ უნდა გაეკეთებინა ამ ადამიანს დღეს, სულ თქვენზე ფიქრობდა. თქვენ ხართ განსხვავებულები, კონკრეტულად სხვაობაა თქვენ შორის. თქვენ შორის არის სხვაობა. კანის ფერი, რელიგია, ასაკი, მენტალი, სოციალური სხვაობა, ვინ მდიდარი, ვინ ღარიბი, თმის ფერი სხვაობა, ხვდებით ხო? მეგობრებო, რადიკალური სხვაობაა თქვენ შორის. ეს ადამიანი რაღაც ამბავს ელოდება. რა ამბავს ელოდები? ვაშკაც, რა ამბავს ელოდები? გეუბნები, არას ელოდება მეგობრებო და რაღაც გამოცდა ჩააბარა ამ ადამიანს და გამოცდის შედეგს ელოდება. ხო. გამოცდის შედეგს ელოდება. ხო. ძალიან დიდ ტკივილს ატარებს. კი, ნახეთ, გამოცდის შედეგს ელოდება და ეს აძლევს ძალიან დიდ ტკივილს. რატომ? ალბათ დროში გაიწელა. არა უშავს. ალბათ დროში მეგობრებო, რა ვთქვი ახლა? დროში გაიწელა, მაგრამ დრო იწურება. მას დრო აღარ აქვს ბევრი დარჩენილი, საამისოდ, რომ რაიმე გადადოს. დრო ეწურება მას. ანუ ახლოვდება მეგობრებო. უკვე ახლოვდება კი. ხო, ნახეთ? თან სერიოზულად ახლოვდება. ამ ადამიანმა თითქოს რაღაც უნდა გარისკოს. ერთ ბედნიერ დღეს. და რა გავაკეთო? ლაუკულა ქვიას. არა, მიქელასთან ცოცხალი ადამიანი გამოცდას ვერ ჩააბარებს მორგანა. მიქელ გაბრიელთან აბარებს. უდაჩნი ძენ. გარისკავს, აბა რა სიზამს. ცეცხლი აქვს, შენთებული კაცო. ვინ რას უშვებით ახლა მე არ ვიცი, მაგრამ ვიღაცას წითელი აინთო. წითელი პომადა ვის გიყვართ? რატომღაც ესე შტაბეჭდილება მჩება, რომ ამ ადამიანმა იცის, რომ თქვენ ესე უყურებთ წითელი პომადით. არ ვიცი რატომ დამჩა ესეთი შტაბეჭდილება, მაგრამ კი ესეა. ესეთი ტონკი წასმა გიყვართ, ესეთი ტონკით წასმა გიყვართ წითელი პომადის. ხო და თვალების ამოღებვა გიყვართ კიდევ. ხო, კატის ეფექტი.
ხო, მეორე ისაა კიდე რომ ეს ადამიანი ძალიან ბევრი ჭორიკანა ადამიანების ირგვლივ იმყოფება, მეგობრებო. კონკრეტული ჭორიკნობა, კონკრეტული მსჯელობა, კონკრეტული თქვენი სტავკავთ ეს ადამიანი. ხო. სტავკავთ ეს ადამიანი კონკრეტულად ინტერნეტში. ხო. ესე ხელგაშლის გხედავთ. რას არო დაფრინავ ხართ, მე არ ვიცი მეგობრებო, მაგრამ ესე გხედავთ ეს ადამიანი. რა მაგარია, ესე ამბობთ. თითქოს გადავრჩი, ესე ამბობთ. ვინ რითი გადარჩით არ ვიცი მეგობრებო, მაგრამ ხო. ესე გხედავთ ეს ადამიანი. თან დაიღალა ყველაფრით. 24 შვიცე, სამსახურშიც გიყურებთ, გარეთაც გიყურებთ, შინ და გარეთ. აი ხო ხედავთ დამეწყო. არც ეს ადამიანი საუბრობს, არც ამ ადამიანს აღარ უნდა საუბარი თქვენზე. იმდენად დავიღალეო თქვა. იმდენად დავიღალე უკეო, ამბობს მეგობრებო. საერთოდ აღარ მინდა საუბარიო. ხო, თან ნახეთ როგორი თვალებით მეუბნება. ასე მეუბნება არ თქვაო. ხო. საინტერესოა რისი თქმა არ უნდა. მეორე დასტა უნდა მოვიტანო ეხლა, რატომღაც უნდა ჩავაჯიდე. რა არის ის ვისი თქმაც არ უნდა, რას გიმალავთ? მეგობრებო. ხო, რას გვიმალავს? ვარ გავარკვი ეხლა, ასე არ გავალაკედან. სტუდიაში. პარტნიორი სტუდიაში. აბა, მეგობრებო. რა უნდა და ეხლა ამას გავარკვიოთ. რას გიმალავთ? თუ არ გვეტყვის მეგობრებო, გავაძუნძულებ სტუდიიდან. რა არის ის, რასაც გიმალავს? აი, რატომ ამბობს ამას, რომ არაფრის თქმა აღარ უნდა? რატომ მაჩვენებს? ნახეთ, არ უნდა საუბარი. ხო, მაგრამ ეს ახლა მე აქ რისთვის ვარ? მეგობრებო, არ ამბობს იმას, რომ ძალიან ბევრი ხერხი გამოიყენა თქვენთან მიმართებაში, ალბათ არასწორი და ამიტომ გარბის ახლა. რეალობას გაურბის, სიმართლეს გაურბის. რას არ გეუბნებათ კიდე? ხა, კეთილი ინება ადამიანმა და გარისკა. თავგადასავლები იქეთ მხარეს თავგადასავლები გარისკა მეგობრებო. ხო, ნახეთ, გაერთო, რაღაცა გაერთო. ვამხილე. რაღაცა გაერთო მეგობრებო. თქვენ არ დაგიმალავთ და გაიპარა რაღაცა, გაერთო. გვერდზე გაიხედა მეგობრებო. ამას ახლა უგზამ ნასაქმოს კიდევ. ხო. ხო, მეგობრებო, ძალიან დიდი სურვილი ქონდა, აი, ცდუნებას აყვა მეგობრებო. გრიალებს. ხო, გრიალებს კი. იგრიალა. ნინა გაიხარე არა მიშას, თავად როგორ ხარ? იგრიალა, ან ხო გრიალებს. ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის ახლა. ხა. იწვის. აღარ იწვის, აღარ იბრძვის. მეგობრებო. ხა, ნუ რა ქნაც ახლა. ხა, ნუ რა ქნაც ახლა იწვის. ორი ბელი ამოვიღე და მტკივა. რას ამბობ? ამთავრებულია ხა. რას გიმალავთ კიდევ? მისი ენერგიები დღეს. მეგობრებო. როგორ დღეშია ხო ნახეთ? ეხლა გაბრაზდა რო ვთქვი მე ეს, დედას გეფიცები. ნახე როგორ გამიბრაზდა რო ვთქვი?
რომ ვამხილეთ მეგობრებო, აი ნახე როგორ გააღებულია. ბებია მისისა, რა ეგონა. ვაიმე მეგობრებო, შეხედეთ. აი უბრალოდ შეხედეთ, როგორ უნდა ბოდიშის მოხდა თავის აქციელზე. აი მეგობრებო, როგორ უნდა რომ ბოდიში გთხოვოთ, დედას გეფიცებით. ეხლა მართლა ყველასთან კი არა ღალატი, მაგრამ იმ საქციელზე რაც ადამიანმა დაგიშალათ, ძალიან გააღებულია ეხლა მეგობრებო, ძალიან ნანობს და ძალიან უნდა რომ ბოდიში მოგიხადოთ. ქორწილია, კეიფია, გრიალი. გრიალი, გრიალი, ოხეს გრიალი. დარარირიმ, დარირირა, დიალი. დიალი, დიალი, ჰე. აი, აღარ შემიძლია ზურგი ვტკირო. აი, მე მეგობრებო, ცუდათმა. სიცრუის დეტექტორზე დავსვათ ანა მარია. სიცრუის დეტექტორი, ყველაზე კარგი გამოსავალია. მეგობრებო. ხო, ამ ადამიანს უნდა რომ თავისი გრეხები გამოისყიდოს. აი, ნახეთ მეგობრებო, აი, უბრალოდ შეხედეთ ახლა, ესეც მე ვარ. ნახეთ, რამდენი რამე არ იცით თქვენ. ხო, თავისი დანაშაულის გამოსყიდვა უნდა. ხო, როგორც გხედავთ, როგორი სექსუალურები ხართ და როგორი მიმზიდველები ხართ და რა დღეშია, მოკლედ თქვენ რო გხედავთ ეს ადამიანი, მე არ ვიცი ახლა. გვიანი არაფერი არა. ერთი და იგივეა ჩემ და მაგი მორგანა. ელექტროსკამზე დაჯდება სიცრუის დეტექტორზე რომ ადამიანს გააძუნძულებ, ელექტროსკამი ქვია მაგას. სიმწრის სიკვდილის ოფლები მოსდის მაგ დროს. შეჭამა ანა მარია, რა ვქნათ, შეჭამა. ხო, ამიტომ მეორე შანსი თხოვს. გავაბარდღალი კი? გავაბარდღალოთ, რა პრობლემაა მეგობრებო? ხო. რა პრობლემაა? დანელია. რა დღეში ხარ გოგო შენ? მეგობრებო, ესეთ ენერგიებშია თქვენი პარტნიორი და სიყვარული უნდა ამ ადამიანს, სიყვარული ვენახში. სიყვარული ზღვის პირზე, ნახეთ ქვემოთ რანაირი სურათია. ზღვის პირას. რა გავაკეთო ახლა? ხა. ეშმაკობს, არა ეშმაკობს, ცუღლუტობს. ეს სიყვარულება ადამიანი და დრო, ნახე დრო სიტყვის. რა გააკეთეს? ნე ეჩქარება რაღაცა. სად ეჩქარება ხა მე არ ვიცი, მაგრამ თქვენთან ეჩქარება. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო მისი ენერგიები, არ უნდა თქმა ვაჟბატონს, მაგრამ ვინაცალა ნამუსის შენახვა, სინდისი და ნამუსიც კარგი საქონელია. ცოცხალ საქონელზე აღარ ვლაპარაკობთ. ხო და ხო. მაიარა და მეორე. აბა ნამუსის კუდი ახურია თავზე რომ გითხა. რომ შეეკითხა. ნამუსის კუდი მახურია თავზე გეტყვით მეგობრებო. არა დავირდევინახეთ ჩვენ. ხო ვირდევინახეთ, ვერც მე ვირდევინახე მეგობრებო. ერთადერთი ბები მისისა დავინახე. პატიოსანია ვითომ. ვითომ და პატიოსანი, კი. ვითომ და პატიოსანი. ცუდად რატო ხარ, კაცა? ცუდად ყოფნა არ გვაწყობს. აი ნახეთ რა კარტი დავიკავე ხალხში. ხედავთ, ეს უნდა მომეტანა. მეგობრებო, სიცილით ხართ. მე ვერ ვიცინი ვარ ისეთ დღეში ვარ ანა მარია. დღეს გამაყუჩებლებით ვარ მეგობრებო. გეფიცებით. ეხლაც რო გავიცინო, ასე მგონია ნეკნები დამეშლება. ფანჯრები ვწმინდა გვიში და იმის მერე ესე ვარ. ხო.
მეგობრებო, რაზე გვაქვს დღეს გაშლა ლაივი? მოდი ამოვიღებ ახლა ერთ კარტს. მე და ვნახოთ რაც იქნება. მეგობრებო, რა სიტყვით? ჯობია ხო? თქვენს თვალწინ ამოვიღებ ახლა მე. ხო, მორიელი მგონი იმ სფერპლა იმ ქალმაო. ვინ ქალმა, ნამარია? მორიელმა ქვეყანა შეიცვალა. ქალაქი შეიცვალა მორიელმა, გადაადგილდა, სხვაგან წავიდა სამუშაოდ, ამიტომ მეგობრებო, ის სვენებს აცადეთ ადამიანს, კაცა. მოდით აბა ვკითხოთ ახლა დასტას, ჩვენი დღევანდელი ლაივი. რას გიმალავთ პარტნიორი? რაღაცას გიმალავთ მეგობრებო. როგორ არ უნდა საუბარი, ნახეთ? რას გიმალავთ? მოდი იყოს ჩვენი დღევანდელი თემა, რას გიმალავთ? კიდევ რა დააშავა ახლა? რას მალავს თემა, კი? რას მალავს თემა? ჩვენი დღევანდელი თემა არის რა საიდუმლოებებს აიხდება ფარდა? რას მალავს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? ხო, ნახეთ რა თავხედია მეგობრებო. ხო, თან არც აღიარებს ამ ყველაფერს. ხო ვერ გავაჩერე, ხო? აიმე. რას გიმალავთ? რა საიდუმლოებას გიმალავთ? რაღაცას გიმალავთ პარტნიორი აშკარად მეგობრებო. რას გიმალავთ? დავწერო უნდა თორე დამავიწყდება. ხო. გადავაბრუნე, გადმოვაბრუნე. რას გიმალავთ თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? აყუდება, ხო. აყუდება, მიყუდება, მოყუდება. ნუ ახლა გურული სიტყვები მეგობრებო, ზოგჯერ მოუკვდები დღეს. რატო კვდები? კაცო, რატო აყუდების გულის აკვდები? რატო კვდები? ჰა? აყუდების გულის აკვდები? არ გინდა, არ გირჩევ. არ მოკვდები, გეშინია. დავიწყოთ ახლა. რას გიმალავთ ჩაფიქრებული ადამიანი? აბა როგორ დაიწყებს ახლა ჭიჭიკს? დავინახოთ ახლა მეგობრებო. რას აგვიჭიჭიკდება? ამ ადამიანმა საკუთარი თავის სასარგებლოდ ძალიან ბევრი რაღაცები გამოიყენა, რამაც შექმნა პრობლემები. ხო, ახლა იძებს გამოსავალს, რას გიმალავთ? ძალიან ცუდათაო, ამბობს. თვითონ ამბობს, რომ ძალიან ცუდად ვარო. შანსი ვერ გამოვიყენეო, ამბობს. და ამიტომ ძალიან ცუდად ვარო. ხო. დამეგრა ოჯახი, დამეგრა ცხოვრება, დავკარგე დრო, არ გამიმართლა, ვარ ეხლა დაბრკოლებებში, შეფერხებებში, პრობლემებში, ოჯახურ პრობლემებში, გადაწყვეტილების მიუღებლობაში ვარ, ვერ ხვდები სად წავიდე, რა გავაკეთო, იქეთ გატყუებდათ და თვითონ დარჩა მოტყუებული მეგობრებო, იქნებ ვინმეს რომელიმე თქვენთაგანის პარტნიორი იყოს 21-დან 35 წლამდე ასაკის. დამეწყო. ხო, და ძალიან ბევრი აუხდენელი ოცნება მაქვსო, ამბობს. თქვენთან დაკავშირებით. აღარც მზე მინათებსო, აღარც გაზაფხულია ჩემს ქუჩაზეო, მეგობრებო. ხო.
აი ესე ვარო. გავაგრძელებ. რა საიდუმლოს აიხდება ფარდა? რა საიდუმლოს აიხდება ფარდა ძალიან მალე? რა არის ის საიდუმლო, რასაც გაიგებთ ძალიან მალე, მეგობრებო? ხო. რას გაიგებთ ძალიან მალე? იმას გაიგებთ ძალიან მალე, რომ ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რაღაც გამოიყენა, ხერხი, მალული, რამაც მიგიყვანათ აქამდე. გაიგებთ იმას, რომ ეს ადამიანი თქვენს გამო კამათობს. ამასაც გაიგებთ. ხო. იმას გაიგებთ, რომ ძალიან ენატრებით. ხო, და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვათ თქვენთან დაკავშირებით თქვენთვის ჩაფიქრებულმა ადამიანმა. ამბობს იმას, რომ მარტო ვარო. არავინ არ მყავსო. ძალიან ბევრი გეგმა დამემხო თავზეო. ჩამოამხოთ მეგობრებო. კიდევ. არავინ არ ყავს ამ ადამიანს. არა, აქვს მატერიალური პრობლემები, დანაკარგები. თუმცა სადაც არის, იქ პასუხისმგებლობაში არის. ანუ უყურეთ პასუხისმგებლობა რას ნიშნავს? შეიძლება ოჯახი ქონდეს ამ ადამიანს, შეიძლება მშობლებს უყურებდეს, მშობლებს პატრონობდეს, შეიძლება შვილები ყავს და პასუხისმგებლობა აქვს მეგობრებო. ეხლა ძალიან ბევრი ვართ, ამიტომ თქვენ სიტუაციას მოერგეთ. ხო, იქნებ თქვენსკენ უნდა მოსვლა პასუხისმგებლობით, არც ეს გასაკვირი, იმიტომ რომ ზოგადად ეს არის მოქმედი პასუხისმგებლიანი ადამიანი, სადაც არის, იქ არის ავტორიტეტული. ხო, ანუ პასუხისმგებლობა აქვს იქ, სადაც არის. რას გაიგებთ ძალიან მალე? მეგობრებო, რას გაიგებთ და გაიგებთ იმას, რომ თქვენ ხართ მის ცხოვრებაში და სხვა არავინ. აი ნახეთ უბრალოდ. თქვენ ზურგით ხართ ამ ადამიანთან და ეს ადამიანი თქვენ გიყურებთ. თქვენ ხართ მისი დედოფალი. თქვენ ეს ადამიანი, თქვენ ფარულ ურთიერთობაში ხართ. ეს ადამიანი თქვენზე არავისთან არ საუბრობს. არა. ეს ფარული ქალბატონია, კვერთხების დედოფალი, ჩემთვის არის ფარული, დაფარული ქალი, მანდილოსანი, რომელზეც ეს მამაკაცი არ საუბრობს. ხო. თუ კი მამაკაცები მიყურებთ, მამაკაცებო თქვენ შემოაბრუნეთ. თუ კი თქვენ ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომელიც მოგწონთ, ან ხო, თქვენთვის ძალიან სასურველია, ამ ქალბატონზე თქვენ არავისთან არ საუბრობთ. ეს არის ფარული, დაფარულად. მეგობრებო, ქვემოდან ნახეთ. ხო. ეს არის დაფარული ქალი, რომელიც არის მგრძნობიარე, ქალი, რომელიც არის ძალიან მიმზიდველი, წინასწარ მეტყველი, ქალი არის მაგი, ქალი არის ოქროს ხელება, ქალი არის ძალიან კარგი მეგობარი, ძალიან ისეთი პიროვნება, რომელმაც იცის რა უნდა ამ ადამიანმა, იცის რა უნდა მას, რა სურს მას, ვინ უნდა, როგორი უნდა, რა უნდა, რა გააკეთოს, როგორ გააკეთოს, ამ ადამიანმა საზღვრების დაცვა იცის. ხო, აი ესეთად მიგიჩნევთ მეგობრებო, გოგოებო. ხო. ამ ადამიანთან ბედის ბორბალი უნდა რომ დაატრიალოს. თითქოს რაღაც მოახლოებულ ამბებზე საუბრობს მეგობრებო. ეს ადამიანი ძალიან ბევრ რამეს არ გეუბნებათ. ისე გახასიათებთ, რომ თქვენ რო ვერ წარმოგიდგენიათ. ზოგადად ეს ადამიანი არ გაჩვენებთ, რომ გულში ცეცხლი უნთია. ცეცხლი უკიდია მეგობრებო, იწვის, მაგრამ თქვენ ამას ვერ შეამჩნევთ. არც გეტყვით ამ ყველაფერს. ეს ადამიანი არ გეტყვით თუ როგორ იტანჯება, ეს ადამიანი არ გეტყვით თუ როგორ კვდება, როგორ უყარხართ, როგორ განიცდის, როგორ ცუდათა უთქვენოთ. ახლა იმას ხო არ იტყვის, ვაიმე, იმპერატორები, მეგობრებო, იმას არ იტყვიან, რომ იმას როგორ იტყვის, რომ მე კვდები შენ გამო. ამას არ ელოდეთ ამ ადამიანიდან, მეგობრებო, არ ელოდოთ.
თქვენს გრძნობთ ამ ყველაფერს, კი, მეგობრებო, თქვენ ძალიან კარგად გრძნობთ ამ ადამიანის ყველაფერს. ბევრი თქვენთაგანი შეიძლება ხართ დედა. ძალიან გაფასებთ. ეს ადამიანი ძალიან გაფასებთ, მეგობრებო. აი, არ ვიცი, ისე საუბრობს ამ საღამოს, რომ სასწაულად. თქვენზე სასწაულად საუბრობს. თქვენ ხართ მისი ყველაფერი. კიდევ, რას გიმალავთ? აი, ამ ყველაფერს გიმალავთ. გიმალავთ იმას, რომ გაუბედურებულია უთქვენოთ. თუ კი ეს ადამიანი ქორწინებაში იმყოფება, მეგობრებო, უბედურია იქ იცოდეთ. იქ არის უბედური. იქ აქვს ერთფეროვნება. თუ კი პატიმრობაშია, თქვენი პარტნიორი, მეგობრებო, პირდაპირ მნიშვნელობით პატიმრობაში, იცოდეთ, რომ ძალიან ცუდათაა. თუ კი გადატანითი მნიშვნელობით ისეთი ცხოვრება აქვს ამ ადამიანს, ხო, გადატანითი მნიშვნელობით თავს გრძნობს პატიმრობაში, ერთფეროვნებაში, ძალიან ცუდათაა. გაუბედურებულია, მოკლედ. ამას გიმალავს. ხო. ყველაზე დიდი მისი გულის ტკივილი რა არის? მინდა ვკითხო. ნახეთ რა არის ქვემოდან. მისი დიდი გულის ტკივილი ისა, რომ ერთი ნაბიჯის გადმოდმის მეტი საშუალება არ აქვს ამ ადამიანს. ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან. ფაქტიურად ვერ დგამს ნაბიჯებს, სრულყოფილ ნაბიჯებს ვერ დგამს. ესაა მისი დიდი გულის ტკივილი. ნაბიჯების გადმოუდგმელობა. რა არის მისი დიდი გულის ტკივილი კიდევ. არასრულყოფილებაშია. უთქვენოთ ძალიან ცუდათაა, მეგობრებო, შემეცოდა. ხო. მაგრამ ამბობს, რომ მინდა რომ ახალი შესაძლებლობები მოვიპოვო, მინდა რაღაც ახალი გამოსავალი მოვძებნო, მინდა ეს ურთიერთობა გავაახლო. მინდა ძალა მოვიკრიბო, მეგობრებო, არ დაგთმობთ. არავითარ შემთხვევაში ეს ადამიანი არ დაგთმობთ. გამორიცხეთ. ხო. ძალიან დიდი მესაკუთრეა. რას გიმალავთ? მესაკუთრევა რო ამბობს. არ დაგთმობო ამბობს. არ დაგთმობო ამბობს, მეგობრებო. ხო. მე მინდა ეხლა ვკითხო, თქვენ შორის ხელი შემშლელი ფაქტორი. თუ არის ვინმე თქვენ შორის, რასაც გიმალავთ თქვენი პარტნიორი. თუ არის ვინმე თქვენ შორის. თუ არის ვინმე თქვენ შორის. ეს ადამიანი ფარული მოტივით ურთიერთობაში არ არის. არა, მეგობრებო. არა, თვითონ ამბობს, რომ არა. ფარული ურთიერთობები არ მაქვს. ანუ ურთიერთობა არ მაქვს. არა, ფარული არ მაქვს, ამბობს, მეგობრებო. თუმცა ცდუნება ქონია. კი. ცდუნება ქონია, მაგრამ არა, არ შემცდარა. ანუ ხო ხვდებით, რასაც ვამბობ. კი, ყოფილა შემოთავაზებები, მაგრამ არა. არ შევცდიო ამბობს. არ მინდაო ეს, აღარ მინდა ეს ესეთი ურთიერთობები, აღარ მინდაო ამბობს. კიდევ, თუ არის თქვენს ურთიერთობაში ვინმე. არა, მეგობრებო. არა. უბრალოდ სხვების გამოწვეული ეს უთანხმოება. თითქოს ვიღაცამ ჩაერია თქვენს ურთიერთობაში. ამას ამბობს. რაიმე დედა, მეგობრებო, მოუკვდი. ისე კაი დიდი არტისტია, მინდა გითხრათ. არტისტული ნიჭი აქვს ამ ადამიანს. იქნებ მართლა არის მსახიობი, არ ვიცი. მსახიობიური ნიჭი აქვს კი. იქნებ მართლაც მსახიობია. იქნებ რაიმე გამოსვლებს აკეთებს. იქნებ ისეთი ცნობადი სახეა. არტისტი. შეიძლება იყოს წამყვანი, ტელეწამყვანი, რეჟისორი, შეიძლება იყოს ჟურნალისტი, შეიძლება იყოს ხო, მიკროფონით ხელში მოცეკვავე კი, ყველაფერი შეიძლება იყოს. ხო, თუმცა ეს ყველაფერი გადადის არასერიოზულობაში. თქვენთან მიმართებაში.
ხო, შეიძლება სცენასთან იყოს ახლოს, კი, ანუ ესეც ვიგულისხმე, კი, მეგობრებო, ეხლა ზუსტად ყველაფერს ვერ დავასაბუთებ, მაგრამ ხო, ესეც შედის. კიდევ. კარგი, ადამიანი თქვენ შორის არაა, თქვენ შორის ხელისშემშლელი ფაქტორი მაინტერესებს. ფაქტორი, ტყუილები. არჩევანის არ გაკეთება. ცუდი არჩევანის გაკეთება. ფაქტორი არის ორპირობა, ტყუილები. ხო, სახელის გატეხვა, ხა, ჩემთან ადამიანის სახელს რო გაიტეხს, ჩემთვის სახელის გატეხვა ბევრი რამეა მეგობრებო, მხოლოდ ღალატი არა. ამიტომ ხო, სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო, ხო და რა ქნაც ახლა სახელი აქვს გატეხილი ამ ადამიანს. მოკლედ, რა შემიძლია ახლა გითხრათ? ხო. ეხლა რა შემიძლია გითხრათ? თუ კი თქვენი ჩაფიქრებული გავიმეორებ, ადამიანი იმყოფება ქორწინებაში, იქ აქვს განქორწინება, მეგობრებო. განქორწინება აქვს. ან უნდა განქორწინება. იმიტომ რომ იქ აქვს ტყუილები. ტყუილები. სულ ტყუილები მეგობრებო. ეს არის მისი არასწორი არჩევანი. ამ შემთხვევაში, თუ კი თქვენი პარტნიორი ნამდვილად იცით, რომ ვიღაცასთან წავიდა. თუ კი 100%-ით იცით, რომ ნამდვილად იქ წავიდა ვიღაცასთან. ტყუილები, იქ არაფერი არ აქვს. იქედან წამოსვლა უნდა. რა სიტუაციაშიც არ უნდა იყოთ ახლა მესამე ხართ თუ მეხუთე ხართ, მეგობრებო, ცოლის სტატუსი გაქვთ თუ მეუღლის სტატუსი გაქვთ, რისი სტატუსი გაქვთ, ამ ადამიანთან არ ვიცი, მაგრამ რა სტატუსიც არ უნდა გქონდეთ, სადაც არ უნდა იყოს ეს ადამიანი წასული და თქვენ დაგტოვათ, ხო? იცოდეთ, რომ იქედან წამოსვლა უნდა. და სანამ არ წამოვა იქედან არ მოისვენეს მეგობრებო. კი, წამოსვლა აქვს იქედან. სადაც არის იქედან წამოსვლა აქვს. იქნებ მშობლებთან იყოს, მაინც წამოსვლა აქვს მეგობრებო. კი, წამოსვლა აქვს. რამდენად სანდო იქნება თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. აი ეს ადამიანი ხა რომ მოვიდეს თქვენთან. და მეგობრებო. ვერც ვჭდები და ვერც ვდგები. რამდენად სანდოა ამ ადამიანის დაბრუნება? რამდენად სანდოა? მეგობრებო, კარგად დააკვირდით ამ ადამიანს, როდესაც დაბრუნდება, რისთვის დაბრუნდება? ხო, ტყუილები. ამ ეტაპზე არაა სანდო, იცოდეთ. არა, ამ ადამიანს აქვს რაღაც პრობლემები. შეიძლება კონდეს ჯანმრთელობის პრობლემა. შეიძლება კონდეს ფინანსური პრობლემები, თქვენი ენერგია აკლია, თქვენი სიყვარული აკლია, თქვენი ემოცია აკლია, თქვენი ძალა აკლია, სასიცოცხლო წყარო აკლია თქვენი. ხო, ტვინშიც აკლია შეიძლება, არა გამორიცხული. ხო, ამიტომ მეგობრებო, ეს ადამიანი ეხლა ამას რა ვუყოთ? ამას ვერაფერს ვერ ვგზავნთ. ესე კომბალის დრუზა სამყარო თავში. რა დღეში ხარ დანელიაო, ასე უთხრა. რა დღეში ხარ დანელიაო, ასე უთხრა. ხა. რა დღეში ხარ დანელიაო, ასე უთხრა. მოუკაკუნა მეგობრებო სამყარო. თან ისე ჩასხო კომბალი, ბუმერანგი დაუბრუნდა ამ ადამიანს. მოდი მე ასე გეტყვით. ეს კომბალი ჩემთვის ბუმერანგია. ხო, ეს ასე ხო დასაწყისია, რომ გაიქნევ ახალს. ხა ეს რაც გაიქნია, ის დაუბრუნდა ეხლა მას და მან გაიქნია ცუდი მეგობრებო. ამიტომ დაუბრუნდა ცუდი, ხო. ყველა უტვინოს რატო იზიდავ და გაგცემ ეხლა პასუხს მაგაზე დანელია.
გინდა გაგცე პასუხი? არას თქმა უნდა ისწავლო. პირდაპირ უნდა უთხრა არა. ადამიანი რომ მოგწერს ასე შორიდან და უნდა გაგიცნო, პირდაპირ უნდა აჯახო არა. დაბრუნება მინდაო რო გეტყვის ადამიანი შენთან მინდა დაბრუნება მინდაო, პირდაპირ უნდა აჯახო არა. მიზიდულობის ძალას კანონს ეკარგება ძალა. ხა. მიზიდულობის კანონს ეკარგება ძალა. ვეღარ მოიზიდა ვერავის მერე. ასია მეგობრებო კი? ზუსტად. ხო. აბარა. აბდალია და რაკნას. დურგლიშვილი აბდალია გურულებმა იციან. ხო, გიყვარდეთ თქვენთვის წყნარად, მეგობრებო, არ დაანახოთ ამ ადამიანს, რო გიყვართ. როგორ უნდა შეგამჩნიეთ, მე ვერ წარმომიდგენია ეხლა, მეგობრებო, უყურეთ? აი მე ეხლა ხო, რომც ვტებოდე ვინმეზე, მე ვერ შემამჩნევს ადამიანი, მე თუ ვინმე მიყვარს. აი როგორ უნდა აი მეგობრებო, იცით რას უნდა მიაღწიოთ? აი ემოციის მართვა უნდა ისწავლოთ. გრძნობების მართვა უნდა ისწავლოთ. ძალიან გამოგადგებათ. ხო. აი გარწმუნებთ, ძალიან გამოგადგებათ. ხო. ემეტა. ძალიან გამოგადგებათ მეგობრებო. კარგი, გავაგზელებ, ხო და ეს ადამიანი ძალიან ცუდათაა. კარგია ძალიან ეგ თვისება. თუ კი ჩართული გაქვთ პოხუი მაროზი, ძალიან კარგია. ხო. ძალიან კარგია მეგობრებო. ხო ნახეთ? როგორც კი ჩართავთ მაგას, ხო? როგორც კი ჩართავთ. ხო. აი ესე მოძუნძულდება თქვენთან. ასე ხმლებით. ხო. როგორ წარმოგიდგენთ ფანტაზიებში. სამკუთხედია მეგობრებო აქ, სამკუთხედია. სამკუთხედში ხართ. მშობლებით სამკუთხედია იცოდეთ. მშობლებიც. ვიცი რომ ხუმრობ ანა მარია. არა უშავს მეგობრებო. არავინ არ დაბლოკოთ მეგობრებო. პირიქით, გიყურონ. დაატკბეს თქვენზე ყურებით გამწარდეს. არავის არ სჭირდება არაფრის მიხვედრა რო გიყვართ. არავის არაფერი არ უმტკიცოთ მეგობრებო. რას ლაპარაკობ მორგანა? ანა მარია. შეგიძლიათ არ დაბლოკოთ, მაგრამ არც არაფერი ატვირთოთ. ევი რა გამწარდება მეგობრებო. რო ელოდება ეხლა, როდის რას გამოაქვეყნებთ და რო არ აქვეყნებთ, ხო ჩახამდა. ეს ყველაზე კარგი მანიპულაცია. ხო. ასე ვარ მეც ანა მარია, შე რა გონია? ბალი 10 შაური მეგობრებო. ზუსტად. არავის არაფერი არ აუხსნათ მეგობრებო. არავის არაფერი არ უმტკიცოთ. ხო. რას გიმალავთ კიდე? აი თვითონ რას ფიქრობთ თქვენზე? აი ხო რაღაცებს გიმალავთ, ხო გიმალავთ ეხა რაღაცებს. აი ამასთან დაკავშირებით თქვენზე რას ფიქრობს? აი თქვენ რა რეაქცია გაქვთ ეხლა თვითონ რას ფიქრობს? კონფლიქტი. ხო. აკრიტიკებთ. ხო. აკრიტიკებთ მეგობრებო. შენამფერო, შენიმფერო, ხო, ასე. ხო მეგობრებო, ამას ფიქრობს თქვენზე.
თქვენზე რას ფიქრობს და იმას ფიქრობს, რომ ხო, უნდა გამოასწოროს სიტუაცია, თორე გლახა წავა საქმე. გლახა წავა საქმე, მყარზე ვენოკი. ხო? ამ ადამიანს უნდა რომ სადმე დაგპატიჟოთ. თითქოს თქვენთან ერთად სადმე დაისვენოს. მეგობრებო, ისე რა საინტერესოა რომ დათანხმდეთ. მოდი ახლა ვკითხოთ, რომ დათანხმდეთ რა. თუ გამოვა რამე მაგ საქმიდან, რა მაგის პასუხია და რო დათანხმდეთ. არ თანხმდებით და რა გავაკეთო? კატეგორიულად არ თანხმდებით. სანამ ადამიანი სულიერად არ გამდიდრდებაო, ამბობთ თქვენ. ვერაფერს ვერ ეღირსებაო და მართალიცაა. სადაა დოჩი მოვიდა? დოჩი გოგო. დოჩი მე რო გითხარი შენ? ის გამომიგზავნე მეთქი, რა ქვია? SMS-ი რო აქ TikTok-ზე რო მე გამოგიგზავნო მოსაწვევი. რატო ვერ გიპოვე? დოჩი შეტყობინება გამომიგზავნე რა, პირადში მომწერე რამე. დაგამატე მეგობრებში. იმედია გნახავ. გუშინ არ იყავი. ვიყავი, არ იყაი, საიყაი, საიყაი, ქალო. მორიელი არ გყავს ყოლად. გავაგზავნებ მეგობრებო. მოკლედ ამ ადამიანს ხო, ასე ამბობთ თქვენ, სანამ სულიერად არ განვითარდები, სანამ არ მოკლედ ჭკუას არ ისწავლია. ხო, მანამდე არაო. ქალებო, რა იყო ქალებო? არანაირი ოჯახი მანამდეო ასე ეუბნებით მეგობრებო. სანამ ჭკუას არ ისწავლი, ჭკუას თუ არ ისწავლი, დაგკარგავო ასე ეუბნებით. ეხლა მოვედიო. სად იყავი? ეხლა რომ მოხვედი. მალე მწვანე მცენარისავით სტუმრები რო ყავ. რა მოქმედება, რა ვითარება? ეხლა გავარკვიოთ მაგი, რა ვითარება აქვს? ვითარება. განქორწინების ვითარება აქვს. ვითარება და წოდება განქორწინება. განქორწინება, მეგობრებო, შეშინებული განქორწინებაზეა. ყველაფერს გიმალავთ კი. გიმალავთ მეგობრებო, რომ გაუბედურებულია იქ და განქორწინება უნდა. თქვენ იქნებ მოგატყუათ მეგობრებო, რომ განქორწინებული ვარო, მაგრამ არ არის განქორწინებული. და თუ დაოჯახებული არა, მეგობრებო, სადაც არის იქედან წამოსვლა უნდა. ხო. ვისთანაც დაოჯახებული არა, იქედან წამოსვლა უნდა. რა მნიშვნელობაა სადაა? წამოსვლა უნდა იქედან. ეს ადამიანი თუნდაც ურთიერთობაში იყოს მარტოა მეგობრებო. თავს თვლის მაინც მარტო სულად. ხო. ნერვიულობს. ძალიან ბევრ დანაკარგს ნერვიულობს. ამ ადამიანმა თუ ის დაგეკადნათ მეგობრებო, რომ ნახე მე უშენოდ რა კარგად ვიქნებიო. მეგობრებო, თუ ეს მოგაძახათ წასვლის დროს, სანამ კარები გაიხურა და მაშინ მოგაძახათ მეგობრებო, იცოდეთ რომ ყველაფერი არის მოჩვენებითი, რასაც ხედავთ. ამ ადამიანს თუ ბედნიერს ხედავთ მეგობრებო, არც ეგ დაიჯეროთ. ნახეთ რამდენადაც გიმალავთ ეს ადამიანი. ხო. ეს ყველაფერი არტისტული ეგ გვაჩვენა ხო, არტისტი როა. გახსოვთ რო გვაჩვენა აქ რო არტისტია. ხო, ყველაფერს თამაშობს. თამაშობს ბედნიერი ადამიანის როლს. კარგად აქვს მორგებული. რომელ ფოტოში გავს ამაში?
ხო. ხო, ამაში ჩემს იმ ძველ მეგობარს აწგავს, რომელიც გაქრა 4 წლის უკან მეგობრებო. აი ზუსტად ესეთია. კი, ამაში გავს. ხო. გავაგზელებ მეგობრებო. არჩევანი შენი, არადანი ჩემი. არა, არჩევანი ჩემი, არადანი შენი. რომელი გაწყობთ ახლა? ისე გაწყობთ თუ ასე, რომელი წავიმღერე უფრო სწორად, პირველად თუ მეორედ? ხა. აბა ნახოთ ახლა მეგობრებო, რადგან ეს წავიმღერე? რადგან ეს წავიმღერე მეგობრებო? რა არჩევანს გააკეთებს? მეგობრებო. ეს ადამიანი ჯერ იქნება ესე. ეს ადამიანი რა არჩევანს გააკეთებს მეგობრებო? ვისკენ გაწყვიტავს ურთიერთობას? ვისთან გაწყვიტავს ურთიერთობას? ხო, იქ გაწყვიტავს ურთიერთობას მეგობრებო. ნახეთ? ურთიერთობის გაწყვეტა და ახალის დასაწყისი. არჩევანი თქვენსკენ. ძალიან ეშინია დაგვიანების. თქვენთან დაგვიანების ძალიან ეშინია. ხო არ ყავთ ვინმე? ხო არ გაიჩინეთ ვინმე? ვინმეს ხო არ უმალავთ? ხო არ დააგვიანდა? რუსებს აქვს ერთი კარგი გამოთქმა. Не бывает поздно. Поздно не бывает. Бывает уже не надо. აი ესაა საქმე. ხო. დააგვიანა არა, უკვე აღარ გინდათ. ხო. Бывает уже не надо. აი ეს მომენტია. ხო. ეს ადამიანი, როდესაც დაბრუნდება, ისეთ დროს დაბრუნდება მეგობრებო, რომ აი თქვენ ახლა ესე გეტყვით. ესე ეტყვით. აღარ მინდებ ხარ. ხო. აღარ მინდებ ხარო. ნახეთ მეგობრებო, როგორ უსამართლოთაც მომეკეციო, ისე უსამართლოდ მოგექცევი მეცო. ამიტომ არანაირი ახალი დასაწყისი შენთანო ასე ეტყვით. ჩაიარა მატარებელმაო ზუსტად. ხო. ამიტომ ძალიან მეგობრებო, დანაკარგები. ესე ეტყვით ნახვანდის. ხო. და ესა მიაძუნძულებთ უკან მეგობრებო, ბევრი თქვენთაგანი. ხო. თავისი ეგოისტობის გამო მიაბრძანებთ მეგობრებო. თავისი ეგოისტობის გამო. ეშინია. აი ამ ყველაფრის ეშინია. თვითონაც გრძნობს, რომ ეს ელოდება მეგობრებო. თვითონ ფიქრობ, შეიძლება ბევრმა ესე არ გააკეთოთ, მაგრამ თვითონ ესე ფიქრობთ, ხო არ ყავთ ვინმე? უკან ხო არ გააბუძულებთ? ხო. მას ფიქრობს. ხო? იცით რისი ეშინია კიდე მეგობრებო? აი დაუშვათ და შეირიგეთ, ხო? მაგალითად. სამაგიეროს ხო არ გადაუხდით? ხო, ამის ეშინია. სამაგიეროს ხო არ გადაუხდით? როგორც სიკტილივით ეშინია მეგობრებო. ხო. და რას ფიქრობს? იცი ეგო მეგობრებო, ეგო რამხელა ეგო აქვს. აზზე ხართ? ამ უარის თქმა არ უნდა. აი ეს ყველაფერი რო თქვენ მას აკადროთ, ეს როგორ ეკადრება? დააც კი პრინცი. ეს როგორ ეკადრება მეგობრებო? ხო, არა და ნახეთ ახლა ეს თქვენ ხართ. ხო. ეს ზუსტად. აი ზუსტად იმპერატორი ქალი. ქალი, რომელიც თავისი სიტყვის ბატონ პატრონია, მისგან განსხვავებით. ხო. ქალი, რომელიც არის ვულკანი. ბევრი თქვენთაგანი შეიძლება უკვე მშობელიც იყეთ. ხო, ყავდეთ შვილები.
ხო, კიდევ შეიძლება იყოთ ბებიაც. შემდგარი ადამიანები იყოთ. გქონდეთ თქვენი საქმიანობა. იყოთ თქვენი საქმით დაკავებული. კი. პასუხისმგებლობა გქონდეთ აღებული შვილებზე, ოჯახზე. ამ ადამიანს აქვს თავისი გავლილი ცხოვრების რაღაც შენაძენი, ხო, ცხოვრებისეული შენაძენები. ხო. ეს ადამიანი თქვენთან ახალ გზებს მოძებნის. მეგობრებო, იცოდეთ. და მოულოდნელ საჩუქარს გაგიკეთებთ. ამაზე ფიქრობთ თვითონ, მაგრამ ძალიან ეშინია. აი და რა ვქნა. ეშინია რომ მოტყუებული არ დარჩეს. ეშინია რომ სამაგერო არ გადაუხადოთ. ეშინია რომ ყველაფერი არ დაუბრუნოთ კაპიკ. ხო. ეშინია. შიშმა შეიპყრობი. ეხლა თქვენ არჩევას მოგცემთ კარტით და ამ დროს თქვენ რა უნდა გააკეთოთ. მე ისედაც ვიცი რაც უნდა გააკეთოთ, მაგრამ მაინც. მეგობრებო, თქვენ რა უნდა გააკეთოთ და რაც არ უნდა გიჭირდეთ. ამ ადამიანის გარეშე ყოფნა. ხო, მეგობრებო? რაც არ უნდა გიჭირდეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაანახოთ მას, რომ თქვენ კვდებით. გამორიცხეთ. სად ხარ, გოგო? რანაირად უნდა დაანახო და იმნაირად. გამორიცხეთ, მეგობრებო. თუნდაც მამაკაცები მიყურებდეთ, მეგობრებო. ხო, მივხვდი, ლიკუნა მივხვდი. თუნდაც მამაკაცები მიყურებდეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაანახოთ. რომ თქვენ ცუდად ხართ. სპეციალურად, ნაძალადევად, მეგობრებო. უბრალოდ ითამაშეთ. ხო. რა უნდა გააკეთოთ? მანიპულაციები. რაც თვითონ გაგიკეთეთ, იგი უნდა გააკეთოთ თქვენ. ეხლა ამ ადამიანმა თუ გიღალატათ და ვიღაცასთან გაიქცეთ, თქვენც არ გაიქცეთ ეხლა. ამას კი არ გულისხმობ. მე არ დამაბრალებთ, ასე რომ მითხარიო? მანიპულაციები ჩართეთ, მეგობრებო. გამორთეთ გული და ჩართეთ გონება. აი ესა მანიპულაცია. ხო. გული გათიშეთ და ჩართეთ გონება. დამთავრებულია. რა უნდა გააკეთოთ? ხო. დრო გაჩვენებთ ყველაფერს, მეგობრებო. დრო გაჩვენებთ ამ ადამიანის ნამდვილ სახეს. მე ერთ რაღაცას გეტყვით. ეხლა ამ რაღაციდან გამომდინარე ერთ რაღაცას გეტყვით. თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში იქეთ, თქვენთან არა, თქვენს ურთიერთობაში, მოდი ასე ვიტყვი. ვიღაცამ ჩაყო ხელი. ხელი ჩაყო, ფეხი ჩაყო თუ ტვინი ჩაყო, არ ვიცი, ხო. არის ვიღაცა, ვისაც შურს თქვენი ურთიერთობის, შურს თქვენი სიყვარულის, შურს ამ ადამიანის. ეს მოდის მისგან. ხო. ეს მოდის მისგან. ამიტომ იცოდეთ რომ მის ცხოვრებაში არის ადამიანი, ამასაც გიმალავთ. არ გეუბნებათ, მეგობრებო. ხო, ვისთან ცოლია და ვისთან პარტნიორი და ვისთან ბიზნეს პარტნიორი, მეგობრებო, ხა ეს თქვენ უფრო მიხვდებით. ეს შეიძლება იყოს დედაც, არ გამოურიცხავ, მაგრამ დედაც არის შურიანი. შვილების მიმართ. ესეთებიც გამიგონია მე? კი ბატონო, ასე რომ მე არ ვიცი ვინა ეს, თქვენ მიხვდებით, მე ვიზეც ვსაუბრობ. ეს ადამიანი არის შურიანი, ბოღმიანი, ღვარძლიანი. ეს ადამიანი ამ ადამიანს ატყუებს, მეგობრებო. ხო, ეპრანჭება. ხო. გაჟღენთილია ტყუილებით. მოკლედ არ ვიცი ვინ არის, მაგრამ იცოდეთ, ხო, რომ არის. რომელიც ზრუნავს ამ ყველაფერზე, რა სიტუაციაც გააქვთ ახლა თქვენ ურთიერთობაში. ეს ამ ყველაფერზე იზრუნა ამ ქალბატონმა. ხო. ძონძი კი, რამაც გაწყვიტა თქვენი ურთიერთობა, ნახეთ?
მეგობრობის გაწყვეტა, ურთიერთობის გაწყვეტა, ხო. ამ ადამიანმა გააკეთა ეს ყველაფერი. ინერციით შეცვლა, რადიკალურად შეცვლა ურთიერთობის ცუდისკენ. იზრუნა და რაზეც იზრუნა გამოუვიდა. თქვენ რა უნდა იცოდეთ? აი ეს უნდა იცოდეთ, რომ ამიტომ არის თქვენი ურთიერთობა აქამდე მოსული. ამ ძონძის ბრალია. ახლა ძონძი აცვია, ნახეთ რა აცვია ახლა. მოგწონთ ამის ჩაცმულობა, ძონძი. ხო, მე არ ვიცი ახლა ეს ვინაა. შემიძლია აღწერო და მიხვდებით. შემიძლია აღწერო და მიხვდებით. მეგობრებო, ეს ადამიანი არის პუტკუნა, სუსტი არა. შეიძლება იყოს დაბალი, მაღალი არ ქვია მას. კი, ჯადოისტი არის. კი, სიფათზე ეტყობა, რომ ჯადოისტია, კი. მესამე თვალი აქვს ჩართული ამ ადამიანს. მესამე თვალია. ხო. არის დაფეხვილი. ტანი აქვს შეუხედავი. ლამაზი ტანის პატრონი არა. ხო. დაბალი კი, დაბალი. მაღალი არა ყოველ შემთხვევაში. ბევრთან შეიძლება იყოს დაბალი. რაღაცნაირი, იცი როგორი მამაკაცური ფორმა აქვს. ქალს არ გავს. ეს ქალის ფორმით არა. ამ ადამიანს აქვს რაღაცნაირი ფიგურა. აი უხეში ფიგურა აქვს. ძონძი. კი, დაგვარჯღული. კი. ხო, აი ზუსტად ესეთი ფორმა აქვს. და ამიტომ შეიძლება ეცვას დამალული გრძელები. ამ ადამიანს შეიძლება არ უყვარდეს ამიტომ მოკლეების ჩაცმა, ან არ უხდებოდეს. ეს ადამიანი არის იცით როგორი ბუნებიდან დაჩაგრული, რომელსაც არაფერი არ უხდება, არც კაბა, არც ჩარვალი, არც გრძელი, არც მოკლე. მის სიმახინჯეს ვერავინ მავს, მეგობრებო. ხო, რაღაცნაირია, აი რაღაცნაირი. რატო შეგეცოდა, კაცო? რას ქვია შემეცოდა? არ მეცოდება, ესეთი ადამიანები არ მეცოდება. ხო. ხო, მეგობრებო. ხო, აი ესეთი არასწორი დეფორმაციული ფიგურის ადამიანია. მოდი ესე ვიტყვი. ხო, რაღაცნაირი ჯდომა უყვარდეს შეიძლება სკამზე. აი ბრძანებლური ჯდომა, აი რაღაცნაირი უხეში ჯდომა. გეუბნებით ესა მამაკაცი ქალის ფორმაში. ხო, კიდევ უყვარს თვალების ამოღება. შეიძლება კონდეს რაღაცნაირი თვალები, აი იაზვური თვალები, რაღაცნაირი გამოხედვა აქვს, მეგობრებო. რაღაცნაირი გამოხედვა აქვს. კალდუნიასავით გამოხედვა აქვს. აი რო შეხედავ მიხვდები, მძიმე გამოხედვა აქვს ამ ადამიანს. ძალიან მძიმე. აი აურა აქვს ცუდი. ძალიან ცუდი აურა აქვს. შეიძლება რაიმე თავსაბურავები უყვარდეს ამ ადამიანს, ან ნევეძიმკები უყვარდეს, რაღაც თმისამნევები უყვარდეს, რაღაცები უყვარდეს, მეგობრებო, აი არ ვიცი. არ ვიცი რატომ უნდა ვთქვა, მაგრამ უნდა ვთქვა, კი. აი იცით როგორი მიმიკა აქვს ამ ადამიანს? რაღაც ესეთი გვერდით რო ნახევარ ყბას გაწევ რაღაცნაირი. ხო. რაღაცნაირი. ხო. და კიდევ შეიძლება უყვარდეს, აი რაღაც სახე აქვს, აი რაღაცნაირი მეგობრებო, იცით როგორი სახის კანი აქვს? აი მიხვდებით, რომ ხო შეიძლება ძალიან ბევრ ტონალურს ისმევდეს, არ ვიცი რატომ რჩება ესეთი შთაბეჭდილება, რომ თავისი გველური კანი დამალოს, აი თავისი ნამდვილი სახე დამალოს. აი მეგობრებო, აი არ ვიცი სასწაულე დედა მომიკვდეს გამაჟრიალა. გამაცივა ტანში.
ხო, მოკლედ არ ვიცი, ესეთი აღწერილობა ქონდა ამ ადამიანს. ანა მარია ეს მომეწონა, მიაფურთხეო ეს მომეწონა. საიდან მოგაკრა? ამას არც უნდა მიაფურთხო, არ იცი? არა, მეგობრებო. ესეც არ უნდა გააკეთოთ. არაფერი არ უნდა გააკეთოთ, მეგობრებო. ხა. ფუი ეშაქს. აღარ შემიძლია. გადავხდი. დამეწყო. აი მე აღარ შემიძლია. აი მე ვიზე ვამბობდა იმას. აი მე აღარ შემიძლია, მეგობრებო, ცუდად ვარ პროსტა. აი მე აღარ შემიძლია. თამარა ცუდად. თამარა შენ უღარ დაგვიმატებ ახლა კიდო გეხვეწე. აი მე დედა. ნანიკო ძალიან მაინტერესებს ვიზე საუბრობ. სად იპოვეს ეს ცხენებიო? და ვინაა ცხენები? ხა, დაგვეწმინდა ფილტვები, მეგობრებო. ხო, არ ვიცი. ეს ცხენქალები სად იშოვეს, არ ვიცი. ხო. დედა მეგობრებო, აი დედას გეფიცებით, სრემლებით ვარ მქონდეს თვალებზე. აი შვილს გეფიცებით, მეგობრებო. თუ სრემლები არ მქონდეს თვალებზე. ხა, ასლო კინოს. მეგობრებო, სრემლებს ვიცმინდა საფეთქით. ლოყაზე სულ სრემლები მაგ დედას გეფიცებით. ნამდვილად კარგი იყო. დღეს არ ვაპირებდი რატომღაც ისე მტკიოდა ზურგი, რომ არ ვაპირებდი შემოსვლას, მეგობრებო, და დავითმა მომწერა. დღეს გვექნება ლაივი? ხო და ავდექი და შემოვედი, მეგობრებო. რა მაგარი იყო? ხო ვიცინეთ, რაც თავია. ხო. აგე? ჩვენ ვიცინოთ და იმან ინერვიულობს. კაზახს უნდა მივწეროს. არაუშავს ლიკუ, არ ინერვიულო. ავტვირთავ ეხლა და უყურე. ჩვენ რა ვიხარხარეთ აქ? აუ, რა კაი იყო. ხო, მეგობრებო, ასტრაბარათების დროა. რა კაი იყო. ამ ყველაფრის მერე რას გეტყვით ერთი თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? ამ ყველაფრის მერე რას გვეტყვის ახლა, მეგობრებო? მაინც გიყურებო ამბობს. გიყურებთ, მეგობრებო. ესე 24 შვიცე ეს ადამიანი გიყურებთ. ხო. გიყურებთ კი. რატომ გიყურებთ? რა ვიცი, რატომ გიყურებთ. ხო, ძალიან მკაცრად გიყურებთ.
იქნებ თქვენი დაჟჯაუნდოდეს ამ ადამიანს, თქვენ რომ ეხლა კარგად ხართ და იგი ცუდათა, სასჯელი აქვს გამოყოფილი თქვენთვის. იქნებ სასჯელ აღსრულების დეპარტამენტში მუშაობდეს. არც ეს გამიკვირდება. ხო. აბა. რა თქმა უნდა, ვერ ხედავს და ვერც დეინახავს თქვენს მეც. ვერავის, თქვენც ხო იცით, მეგობრებო. ეს ზოგადად ასე ხდება. ხო. ხო. კიდევ. ხო, და რაო მე, რაო მე. რაო მეგობრებო და დიდი სურვილი მაქვს. რისი სურვილი მაქვს? რისი სურვილი მაქვს მეგობრებო და ქველმოქმედებისო. მინდა რომ ქველმოქმედება გავაკეთო, მინდა რომ შესაწირი გავაკეთო. მინდა ასე ამბობს. მინდა და რა გავაკეთო? თავის თავს ეჭუბება, ბუს ეჭუბება მეგობრებო. სხვათა შორის ძალიან ჭკვიანი ტიპია. უჭკვიანესია მეგობრებო, მაგრამ ნუ რა ვქნათ ახლა. ჭკვიანებსაც მოსდით სიაბლე. ხო. მეგობრებო, იცით რას ამბობს? აქ ორმხრივი სიყვარულია. გაგიკვირდებათ, მაგრამ იქნებ გიკვირთ, მაგრამ უყარხართ კი. და თავისებურად. ბოლო ამოღერღა. რომ ძალიან უყარხართ. ძალიან ისეთი თვალებით შემოგციცინებთ. ნახეთ მეგობრებო. იმპერატორი. იმპერატორი მეთქი და ნახე რა ამოვიდა. ხო ჩამოაცვით თავზე. გვირგვინი. მერე რო ჩამოამხვეთ. ეხლა ისე უნდა რომ ჩამოაცვათ. თქვენი ჩამოცმული უნდა. ხო. არ ელოდა ამ ყველაფერს. ჩამომხობას. ელოდოს, აბა რა ელოდოს. და რაო კიდევ? მეგობრებო, დამთავრებულია. თქვენ ხართ ეს ადამიანი იმდენად მოჯაჭულია, თქვენთან ეს მოჯაჭულობის კარტიცა. მიჯაჭულობის კარტია ეს. ეს ადამიანი იმდენად მოჯაჭულია თქვენთან მეგობრებო. სიკვდილის ტოლფასია თქვენი არ ყოფნა მის ხორებაში. ხო. ბერძი, ლომი, შვილდოსანი. კურო, თხა. ცეცხლის ტიქია. ჯაჭვის დაჟანგება არ ვიცი და სხვა რამე არ დაუჟანგდეს, იგი ასაქმე. ხო. ხო. აბა რა? არა მეგობრებო. ეს არსად არ წავა ამ ქალის გადამყიდე. ეს თქვენ ხართ. ეს ხართ თქვენ მეგობრებო. მამაკაცებო, თქვენ თუ მიყურებთ ახლა, თქვენ ამბობთ რომ ამ ხალხს არ დატოვებთ. თქვენთვის არის უძვირფასესი ეს ადამიანი. უძვირფასესი მეგობრებო, თქვენ ამას არ დატოვებთ ამბობთ. არაფრს დიდებით არ დავტოვებ ამბობთ. მამაკაცებო, ძალიან გიყვართ. თავისებურად, მაგრამ გიყვართ, კი, მაინც გიყვართ. მაინც გიყვართ მეგობრებო, ბიჭებო, მაინც გიყვართ. რა გავაკეთო? ეს თქვენი არჩევანია, გიყვართ. მე ვერ შევცლი ახლა ამ ადამიანს, მაგრამ გიყვართ. ხო, ამბობთ რომ არ დათმობთ. არავითარ შემთხვევაში არ დავთმობ. აი, თქვენი გული არ თმობს, ახლა სხვა დანარჩენი არ ვიცი. ეხლა უნდა მოვიტანო. ასეთია მეგობრებო, ასტრაბარათების დღევანდელი ინფორმაცია. ეხლა მინდა მოვიტანო ახალი ტარო და რამდენიმე სურათი ამოვიღო. რამდენიმე სურათი, ყველა არა, ანა მარია. ეხლა უნდა მოვიტანო ტარო. შენი
შენი გამოგზავნილი ტარო უნდა მოვიტანო. უბრალოდ რამდენიმე სურათი ამოვიღო. მეგობრებო, ნახოთ აბა. მართალია ჯერ არ მიმუშავია ამ დასტასთან. ხო. არ მიმუშავია მართალია, მაგრამ მაინც. ანა მარია ჩაიფიქრე. გოგო, გადავჩეხავ მეგობრებო. ნახოთ აბა რას გვეტყვის. რას გვეტყვის? ჩვენი ლამაზი რაიდერის კარტი. ტაროს დასტა მეგობრებო. ვაიმე, რა ლამაზია მეგობრებო. ულამაზესია. ულამაზესი. ულამაზესი დასტა. ჩაიფიქრეთ მეგობრებო, ჩაიფიქრეთ ახლა ყველამ. ჩაიფიქრეთ და ვკითხოთ ახლა. რას გიმალავთ? სიყვარულს გიმალავთ. lovers. კი, ანა მარია, lovers, სიყვარულს გიმალავთ ეს ადამიანი. უდიდეს სიყვარულს გიმალავთ მეგობრებო. ნახეთ რა კარტი ამოვარდა უბრალოდ. ძალიან დიდ სიყვარულს გიმალავთ. შეყვარებულების არკანი. თვალის მომჭრელად ანათებს. თვალის მომჭრელად ანათებს მეგობრებო. აი ნახეთ. ხო, აი სიყვარულს გიმალავთ. კი. ალავს სიყვარულს. ერთ სურათში ნათქვამი ყველაფერი. ხო, ესე ხა ესე გავწიოთ რომ ტარო მან არ დამიბლოკოს. ხო, სიყვარულს გიმალავთ. კი, კიდევ რას გიმალავთ? აჰა, ნახეთ როგორც ვივა კარტები მეგობრებო. რას გიმალავთ? რო ჩახანჯლულია. აი ნახეთ რას გიმალავთ. მკვდარია მეგობრებო. ცხრიანების ხმლებშია. ამ ადამიანს მეგობრებო ხამე არ წინავს, კოშმარები ესიზმება. ნახეთ რა მრავლის მთქმელი სურათები აქვს. კოშმარები ესიზმება მეგობრებო. სულ თაგვები და თაგვებიო. სიზმარაში როა მურთვინში. ხო, რას გიმალავთ? აი ამას, რო ცუდათა. ამ სიყვარულის გამო ცუდათა. რა მაგარია? კიდევ რა მოგვივარდება? ედათ? რა კარგია? ხო. კიდევ რაო მეგობრებო, რას გიმალავთ? ამ ადამიანს ოჯახი უნდა თქვენთან. ამ ადამიანს თქვენთან ოჯახი უნდა მეგობრებო. ოთხიანების კვერთხები. ოჯახი. ახალი ოჯახი, ახალი კერა, ბუძე. ხო. ასწავლით უბრალოდ. რას გიმალავთ? კიდევ ორ ბარათს ამოვიღებ მეგობრებო. ორს. რას გიმალავთ? რას გიმალავთ მეგობრებო და ექვსიანების კვერთხები. ექვსიანების კვერთხები ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი მეგობრებო თითქოს ხშირად გადაადგილდება, თითქოს ბრძოლებშია, თითქოს გამიშვი დამაკავეშია, თითქოს მოქმედებაშია და ქვემოდან არის ესეთი კვერთხების მეფე. მოდის მეგობრებო. მოდის. ნახეთ ქვემოდან queen, დედოფალი, ეს ვეღართ. ხა. კვერთხების მეფე და კვერთხების დედოფალი. წყვილში ხართ მეგობრებო. წყვილში ხართ. ეს ადამიანი გხედავთ წყვილში. რას გიმალავთ? ამას გიმალავთ. მაინც ერთად ვიქნებითო. ხო. მოდის მეგობრებო. მთელი ბრძოლებით მოდის. მთელი ამალით მოდის.
ხო, მოდის. კი. კი ბატონო, ნახეთ, ან კვერთხების მეფე როგორ მოდის? მოდის, მეგობრებო. შვილით მოდის. შვილით მოდის. გეშველა, თქვენც მეშველა და მეც დევისვენებ. ტრიფონიაც დეისვენებს. ხო. კითხვაზე პასუხები არ მაქვს. მოკლედ ესეთია მეგობრებო, ძალიან საყვარელი დასტა. ძალიან მადლობა ანა მარიას. ყოველ ჯერზე ანამალიაც მადლობა. ალიოშას ეშველება უშველებელი დანელია. რა იყო, რამ შეგაშინა, ქალო? რამ შეგაშინა, ქალო? მოკლედ მეგობრებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ძალიან ძვირფასი ლაივი, უძვირფასესი. უღრმესი მადლობა ყველას. ყველას უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო. სულ დალოცვილები ყოფილიყავით. სულ გახარებულები ყოფილიყავით. სულ იმედიანები ყოფილიყავით. კი, რა თქმა უნდა, კარგად ვიცინეთ. ძალიან კარგი იყო. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, უღრმესი მადლობა ყველას მეგობრებო და რა ვიცი. ფილტვები დავიწმიდეთ კი, აბა როგორ ეხლა, აბა ვერ გავიგე. რატომაც აბა. დალოცვილები იყავით ყველა, უღრმესი მადლობა ყველას და მშვიდობიანი ღამე, ბედნიერი დილის გათენება. გაიხარეთ ყველამ, გაიხარეთ მეგობრებო. მოკლედ, აბა გავიქეცი, წავედი, დროებით. აუცილებლად ავტვირთავ YouTube-ზე მეგობრებო და შეგიძლიათ რიპეიტი ჩართოთ და უყუროთ. იცინოთ, იხალისოთ. ესეც ერთ-ერთი თერაპია, არა უშავს. თქვენ რაც მოგწონთ, რა ადგილიც მოგეწონებათ, გადაახვიეთ. იმ ადგილს უსმინეთ თუ გინდათ დილამდე. უკეთესია რა ადგილიც თქვენ გსიამოვნებთ. თითოეულ საჯარო ლაივში იმას უსმინეთ. ესეც ერთ-ერთი თერაპია. უღრმესი მადლობა ყველას. აბა დროებით. მოვიდე პირადშია. მოდი, რა პრობლემაა ჩემო ლამაზმა, მოდი. აბა დროებით. გაიხარეთ უღრმესი მადლობა.